მიუხედავად იმის, რომ რამოდენიმე კვირით ადრე დაიწყო დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით არაერთი ვიდეო ინსტრუქციის მომზადება და ცალკეული სამსახურები იყვნენ ჩართულები სტუდენტთა ხელდახმარების კუთხით, არსებობს გარკვეული კატეგორია, რომელიც ვერ ახერხებს იგივე სწორ სალექციო ლინკზე გადასვლას, ან Classroom-ში აქვს დამატებული სხვა საგანი, რადგანაც მოხდა ესეთი რამ ფაკულტეტმაც გახსნა გარკვეული საგნების ნაწილი და მერე ხელახლა გაიხსნა IT სამსახურის მიერ. ასეთ დროს, როდესაც სტუდენტი მოგმართავთ თქვენ, რომ ვერ ან შესულია ლინკზე და იქ არაფერი არ ხდება, ლექცია არ ტარდება, ან იგივე ამ შუალედური პროცესის დროს შეიძლება ესეთი რამე წარმოგექმნათ, რომ სტუდენტს გონია, რომ სწორ მისამართია შესული და იქ სადაც თქვენ ხართ რეალურად არ არის შემოსული, არ არის საჭირო ამ დროს რაიმე დიდი ტექნიკური პროცესის გავლა, გარდა იმის, რომ შეგიძლიათ იმ საკონტაქტო საშუალებაზე, რომელთაც სტუდენტი გიკავშირდებათ, ეს იქნება სოციალური ქსელები, მეილი და ასე შემდეგ, უბრალოდ მიაწოდოთ თქვენი შეხვედრის ლინკის მისამართი. შეხვედრის ლინკი, როგორც ხედავთ, არის ეს მითის კონკრეტული ფანჯარა. აი აქ ხედავთ, რომ გვაქვს შეხვედრის დეტალები. და უბრალოდ შეგიძლიათ ან აი აქ დააწყაბოთ და შეხვედრის მული დაკოპირდება, პირდაპირ შეგიძლიათ წახვიდეთ და ჩაუსვათ აი აქ მაგალითად ნინო სამყურაშვილს, სამხარაძეს თუნდაც შეხვედრის ლინკი. და როდესაც ჩააკოპირებთ აქ, აი ასეთი სახით იქნება ეს კონკრეტული ლინკი. გაუგზავნით სტუდენტს. ამ კონკრეტული პატარა ოპერაციის შემდგომ თავიდან ავიცილებთ იმ პროცედურებს, რაც არის მერე IT სამსახურში და არეკვა ჩვენც ხშირ შემთხვევაში ბოლო დროს გვიჭირს იდენტიფიკაცია, რადგანაც რამოდენიმე ვარიაცია არსებობს ზოგიერთ საგანში დამატებული ფაკულტეტის მხრიდან ცალკე ჩვენი და ცალკე კოდებით კიდევ. ზოგიერთმა ლექტორმა თავისთვისაც გააკეთა, თავადაც გააკეთა დამოუკიდებლად ეს საგნები, ამიტომ აი ამ მარტივი პროცედურით, როდესაც ლექციას ატარებთ ან იგივე შუალედურ წერას, მარცხენა ქვედა კუთხეში შეხვედრის დეტალებს შეგიძლიათ დააწყაბოთ, მოაკოპიროთ აი ეს ლინკი. კოპირებით, ან უბრალოდ აი აქ შეერთების ინფორმაციის კოპირებას დააწყაბოთ და გაუგზავნოთ Facebook-ზე ან იგივე მეილზე, სადაც გწერთ სტუდენტი, აი ეს კონკრეტული საგნის შეხვედრის ლინკი. სულ ეს არის აი ამ მარტივი პროცედურით შეგვიძლია ძალიან დიდი ტექნიკური პრობლემები ავიცილოთ იგივე ლექციის მიმდინარეობისას ან შუალედური წერის მიმდინარეობის პროცესში.